ვაგრძელებთ ჩემო მეგობრებო, Assassin's Creed Odyssey-ს თამაშს. წინა ვიდეოში მინდოდა მეჩვენებინა, როგორ უნდა ავწიოთ ჩვენი რანგი, რადგანაც მე-4 რანგზე ვართ და აქვს ორი მისია, ერთი მე-5 რანგის, ხოლო ერთი მე-4 რანგის და ბარემ, ანუ მთავარი მისია მე-4 რანგისთვის არის. და მე-5 მისია, მე-5 რანგის მისია არის შებრძოლება დაქირავებულ მკვლელ თალოსთან. და ბარემ გადავწყვიტე, რომ რანგი მე-5-მდე ავწიო და ორივე მისიისთვის მზად ვიყო. ანუ მთავარი ოდისეას გასაგრძელებლად და ასევე თუ შევხვდი თალოს, იმიტომ რომ ეს თალოსი დაგვძდებს სულ ჩვენ სიახლოვეს არის და გადავეყრებით ერთხელაც და მზად ვიქნებით ბარემ თალოსთან საბრძოლველად. აქ პატარა ბანაკი არის, მებრძოლები ჯარისკაცების ბანაკი. აქ სკივრის შეგვიძლია ავიღოთ. სკივრში შეიძლება აღჭურვილობა იყოს ან იარაღი და მოკლედ ეს ბანაკი უნდა დავიფხროთ, შევებრძოლოთ, გავანადგუროთ ეს მებრძოლები თითოეული. ცოტა რთულია, ისრები აღარ მაქვს. მაშინ ხელჩართული ბრძოლა მომიწევს. რაც ვიზამთ, დავიწყოთ ახლა ხელჩართული ბრძოლა. ცუდია, რომ ჯერ იარაღებიც არა მაქვს ისეთი არც აღჭურვილობა. ასე ვთქვათ, აღჭურვილობა იმისთვის, რომ თუ დარტყმა მოგაყენეს ძალიან რო არ და სიცოცხლე ძალიან რო არ დაგაგდეს. აი ეს ამიტომ მიყვარს ეს წიხლის ყვრა, შეგიძლია გადააგლო კლიდან, მაგრამ ის არ მოხდა რატომღაც. ალბათ იქ არ არის გადასავარდნი. ვაიმე. დაზოგო არიციან. ერთი დარტყმა და მკვდარი ვარ. კარგი, უფრო ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, უფრო ფრთხილად. იქნებ მივიტყუო კლდესთან ესენი და გადავყარო. თუ არა, ერთი პატარა დარტყმაც და ცუდად არის ჩემი საქმე. აქეთ არ ყოფილა გადასავარდნი, მეტად. ვაიმე, რას დამეჭირა ხელი. ესე დაძაბული რო ვარ. გავაგზელოთ 3-1-ზე. ერთი გადავადა. წაიღო წერილი. ორი დაგჭა. ორთან უფრო ადვილია. ამასაც ვკრათ, ესეც მოვიცილეთ. მოდი აქ, შენ მოგივლია. შენ კი მოგივლია, ხა? საწამი ხარ. ერთი-ერთზე თუმცა სიცოცხლე ისევ ცოტა მაქვს, მაგრამ ერთს მოვერევი. ვაიმე, გადავჭი. ეს ვეღარ არის, კაცო. ეს თელი. ეს ამათი წინამძღოლი ყოფილა. კაპიტანი თუ რა ვიცი რა დავარქვათ. ძლიერი არის, ნახეთ. ეს ერთი დარტყმით მომკლავს. აი ამის ჩვენება მინდოდა წინა ვიდეოებში, ნახეთ. მე-5 რანგის არის. თან ნიშანი ყვითლით არის გაფერად. ახლა შხამი ფარავს იმ ნიშანს. კიდე რას დავაჭირე ეს. შხამის ნიშანი ფარავს მის ნიშანს, თუმცა ის ყვითელი ნიშნით არის მონიშნული. მისი რანგი არის გაყვითლებული. რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძლიერი მებრძოლია და ეთყობა კიდევაც აგერ სწრაფიც არის, ძლიერიც არის. აი უთქვამ და სიცოცხლე ძალიან ცოტა აღდება. აი გადავაგდე. მაგრამ არა. არ მოხდა. ასე ნელ-ნელა ბრძოლით უნდა მოუგო, სხვა გზა არ არის. ეს კარგი სერია მქონდა.
ბევრი აღარ დარჩა. თავარია შეცდომა არ დავუშვა, თუ არა. აი, არ ვარდებათ, ძლივს გადავაგდეთ. კიდე პარემ გადავაგდეთ, პარემ. მიდი. ოპა. არის. მოდი ახლა ნახოთ რას მალავდნენ აქ. ეს დამავიწყდა მე უნარი შევიძინე, არწივის ხედვა ქვია. ინგლისური ასო ვეს დაჭერით. ასე შვება. კედლებში ხედავს თუ რამე არის, მიხვალ აიღებ. და შეიძლება ვე დაჭერილი გქონდეს და განუწყვეტლი დაინახავს რა არის კედლებში. სკივრიც. ეს ბანაკის დავალებაც შევასრულეთ. წავედით აბა. მომდევნო. კიდევ ერთი ბანაკი არის ახლოში. ნახოთ აბა რა ბანაკი არის და ესეც შევასრულეთ. ეს რომბივით რო არის, რომბიში ჩასმული ზახილის ნიშანი, ეს არის პატარა მისიები, ეს რაღაც ამ კაცს რაღაცა უნდა. თუმცა ეს არ არის მთავარი. აქ დავიწყოთ ახლა ეს მოვიცილოთ გვარი. რა ძლიერები არიან. ესეც მეხუთე რანგის. აი მეხუთე რანგზე რო ავალ. ჩვენი თამაში უფრო საინტერესო გახდება. და რატო? მეხუთე რანგზე ისე ყოველ აწეულ რანგზე რაღაც უნარს იმატებ. ესეც გადავაგდეთ. მოდი ახლა მეგონი აღარავინ გვემუქრება და დავზვეროთ ზევიდან ამ ბანაკს რა ხდება ამ ბანაკში. და მეხუთე რანგზე რო ავალთ, ბევრი აღჭურვილობა ხელმისაწვდომი გახდება. კარგადაც გავძლიერდებით. მეხუთე რანგი არის გარდამტეხი, ასე ვთქვათ. მნიშვნელოვნად ძლიერდებით უკვე, უფრო კარგი აბჯარი გვაქვს, უფრო კარგი იარაღები და თავარია ავიდეთ მეხუთემდე. ამან დაგვინახა, მაინც დაგვინახა. აი, დავიწყეთ ბრძოლა. ავაცილე. აი შხამი იმიტომ მოწევს თან განლაგება ისე მაქვს მე 2 ციფრი ორიანით მაქვს მონიშნული ეს შხამი რომ შენი ისრები ხმალი შხამიანი ხდება და ისინიც თავი ერთი დაარტყა და ცოტა სიცოცხლეს ისინიც აკლებენ ავტომატურად ეს შხამი აკლებს სიცოცხლეს და შხამის გაძლიერება თანდათან შეიძლება შემდეგ უფრო მომაკვდინებელი შეიძლება გახადო შხამი. ეს ერთი სკივრი ავიმატეთ. წავედით ერთი იქით არის კიდე. აქ მოვასწარით ვერ დაგვინახა. იქ ძლიერი მეომარი არის, აი ყვითელში ჩასმული 4-იანი რო არის ის ყვითელი ნიშნავს რომ უფრო ძლიერია. აქეთ არის გვერდში ჩვეულებრივი ჯარისკაცი და ის რაღაც ძლიერი არის შედარებით. ხილად მიმოქრომეს დავესხა თავს, მოდი ეს ძლიერი მოვიცილოთ. აი ასე, შხამიანი გავხადოთ ჩვენი ხმალი, ხმაურდებს ხებიც მოვიდნენ. აი, თავარი ერთი მოარტყა ეს შხამიანი ხმალი და იმას თვითონ აკლდება შემდეგ სიცოცხლე. ცოტა ვღონახა ისე განსაკუთრებულად არაფერი, მაგრამ მაინც საქმეა, ხო? ცოტა რომ მოაკლდეს. ვაიმე, ამან ამ იქნა. გადავჭი. კიდევ მოვკლებ. გავაგზავნეთ. რა ხდება?
კიდევ ერთი აგერ, ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი. ესეც ასე, აგერ ბარემს სკივრით ავიღოთ. სკივრში რა გვაქვს? რაღაცები არის. გავათავისუფლეთ, ეს ვინ ყავთ დატყვევებული. რა არ გამოილენეს ჯარისკაცები. ეს ვინ გავათავისუფლეთ? რაღაც მისია შევასრულეთ. ეს ხო არ არის? თავიდან რო შეგვდა რომში ჩასმული სახელის ნიშანი რო იყო. შეიძლება იმასთან იყოს კავშირში რაღაც. რა უნდა ამკაც? გავყვეთ? წავედით აბა. სად მიდის? ო, მე მგონი იქით მიდის. იმ კაცთან. მე რა გინდა? სად მიდიხარ? ეს შემთხვევით ეს მისიაც შეგვისრულებია. აი დაველაპარაკოთ, არა, წავედით ახლა მოდი. თავი მისიას თავი რა, რანგის მომატება გვჭირდება, ამათ მერეც დაველაპარაკებით. სად წავიდეთ ახლა კიდე? რა არის ამ ბანაკში? ერთი ტყვე უნდა გავათავისუფლოთ ვიღაც. აი, იქ არის და ერთი სკივრი დაგჭა ასაღები. მოკლედ, ერთი ტყვე გავათავისუფლოთ, ერთი სკივრი ავიღოთ და ეს ბანაკიც დაპყრობილი იქნება. ერთი ჯარისკაცი დარჩენილა. იყოს თავისთვის. თავია ჩვენ არ შეგვიშალოს ხელი ახლა და აი ტყვეც გავათავისუფლოთ. ესეც ასე. კი ბატონო, შესრულდა ეს ბანაკი. ამ ბანაკში საქმე აღარ გვაქვს. მაგრამ მარტო ეს რო დავტოვოთ ახლა ცოდვა შეუერთდეს მოდი თავის მაგაცებს. უი, რა ხელა კაცი ყოფილა მაცვეს. უი, გაბრაზება ცოდნია. აი ეს. წავედით ახლა. რანგი მაინც არ მოგვემატა, რამდენი დავჭერე კაც. ეს მგელი უი, მინდა. იყავდნენ დაგედილი. წავედით და ის მისია, რომელიც შემთხვევით შევასრულეთ, იმათ დაველაპარაკოთ აბა. ბარემ აქა ვართ, დაველაპარაკოთ და შემდეგ გავაგზავნოთ თამაში. Единственный честный человек на этом острове. Заплати, ладно, Тавос. Ради тебя что угодно. Видишь, мы того, что... კარგი, შემდეგ ვიდეოში გავაგზავნოთ მთავარ მისიაზე თამაში.